შემოგვიერთდა სტუმარი ქეთი ჯაიანი, ფიტნეს ინსტრუქტორი. თუ კი კითხვები გაქვთ სპორტთან და სპორტით დაკავებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დარეკოთ და ჩაერთოთ გადაცემაში. დილამშვიდობისა ქეთი. თათია დარსელიას სიუჟეტში საუბარი იყო ძირითადად იმაზე, რა რეკომენდაციები შეიძლება ვიცოდეთ, ვიდრე დავიწყებთ აქტიურ ვარჯიშს და გარდა ამისა აქვს თუ არა ასაკი ვარჯიშის დაწყებას. რა ასაკში, რა ინტენსივობით შეიძლება რომ დაკავდეს ადამიანი, ამას თუ აქვს მნიშვნელობა? ვარჯიში საერთოდ ჩვენს ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ასაკი არ გააჩნია, ასე ვთქვათ, მაგრამ შეგვიძლია ნებისმიერ ასაკში დავიწყოთ თუ სიტყვაზე პატარა ასაკიდან დავიწყოთ, ასევე 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეუძლიათ ვარჯიში, ოღონდ მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ვივარჯიშებთ, როგორი დატვირთვით. ანუ რა არის მთავარი რეკომენდაცია თქვა თქვენი პროფესიონალი ფიტნეს ინსტრუქტორების? მთავარი რეკომენდაცია უნდა დაიწყოს. მე მქონია ესეთ შემთხვევა, რა ვთქვათ, როცა მეგობრების ჯგუფმა გადავწყვიტეთ რომ ვივარჯიშოთ, დიდი ბრჭობა ქონდა იმაზე, უნდა ვირბინოთ დილას თუ უნდა ვირბინოთ საღამოს. ან როდის არის თქვათ რეკომენდებული დღის რომელ ნაწილში რომ ვივარჯიშოს ადამიანი? რეკომენდებული არის იმ შემთხვევაში, შესაძლებელია ვივარჯიშოთ დილით, ვირბინოთ, მთავარია რომ ორგანიზმი უკვე გამოღვიძებული იყოს 2 საათის განმავლობაში მაინც. ანუ გავიღვიძე და ეგრევე საათბენად წავედი, არა, ეს არ შეიძლება. ნუ გააჩნია კიდე რისთვის ვარჯიშობთ, კარდიო ვარჯიშები მაგალითად, როდესაც წონის კლებისთვის ვარჯიშობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ ჯერ უნდა გაიღვიძოს ორგანიზმმა და შემდეგ უკვე ვიწყებთ ვარჯიშს. კეთი, ჩვენ სიუჟეტში ასევე იყო საუბარი, ერთ-ერთი რესპონდენტი ყვებოდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, გამომდინარე იქიდან, რომ მან საკუთარ თავს თავად გადაუწყვიტა თუ რა, როდისა როგორ ევარჯიშა. არის თუ არა და რა შემთხვევაში საჭირო, რომ ვარჯიშის დაწყებამდე მოვინახულოთ ექიმი და გარკვეული კონსულტაციები გავიაროთ. რა შემთხვევაში არის საჭირო ვარჯიშის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაცია? გააჩნია, როდესაც ადამიანმა იცის, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რასაკროელია ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციები და ამას შემდეგ უკვე კონკრეტულად ინსტრუქტორთან გასაუბრება და მისთვის მორგებული პროგრამით უკვე რომ დაიწყოს ვარჯიში, იმიტომ რომ როდესაც ესე ადამიანები გადაწყვეტენ რომ თვითონ ივარჯიშონ, ზუსტად აი ეს შეიძლება მოხდეს, რაც მას დაემართა. არ გავართულოთ სიტყვაზე ჩვენ ჯანმრთელობა და პირიქით. თქვენ თავად როგორც ფიტნეს ინსტრუქტორი რა რჩევას აძლევთ ხოლმე პირველად მოსულ ადამიანს ვარცხო სატრენაჟორო დარბაზში? ხშირ შემთხვევაში ადამიანები როდესაც დარბაზში მოდიან ძალიან უნდათ რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ შედეგი, ეს იქნება კუნთის მასის გაზრდა, თუ ეს იქნება წონის შემთხვევაში, ხო? მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ ვარჯიში და გავართულოთ ასევე ეტაპობრივად და ამის გაგება ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ მალე უნდა შედეგი, იმიტომ ჩვენ ეს ბუნება გვაქვს. სწორად აღნიშნეთ რომ ძალიან სულ სწრაფები ვართ ადამიანები, როცა ვწყვეტ რომ ვარჯიში დავიწყოთ, გონია რომ აი 2 კვირაში უკვე კარგი შედეგი გვექნება. ხო, ეს ასე არ არის. მინიმალური პრესაც კი საერთოდ 3-4 თვე არის საბაზისო და უკვე აი ამის შემდეგ თვალსაჩინოდ ჩანს ვიზუალურად ჩვენი შედეგი. რაც ეხება ვარჯიშის ინტენსივობას, აუცილებელია რომ თქვა ფორმაში ყოფნისთვის ადამიანი ყოველდღიურად იყოს დაკავებული სხვადასხვა ვარჯიში, თუ შეიძლება რომ თქვა რომ ყოველ მეორე დღეს რაღაც კვირაში 3 დღე დაუთმოს მხოლოდ. გავიმეორებ და ვიტყვი რომ გააჩნია რისთვის ვარჯიშობთ, თუმცა საშუალოდ 3 დღე სრულებით საკმარისია. თუ სპორტსმენი არ არის კონკრეტულად ადამიანი და უბრალოდ ჯანმრთელობისთვის ვარჯიშობს, რა თქმა უნდა საკმარისია 3 დღე. რაც ეხება თქვა წონის კლების პრობლემას, ხო? ანუ მხოლოდ დიეტებით არ მიიღწევა კარგი შედეგი, რომ თქვა წონაში მარტივად დაიკლოს ადამიანმა და მის სხეულმა რაღაცა ისეთ ფორმა მიიღოს, რომელიც მისთვის სასურველია. წონის კლების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ვარჯიშის შემთხვევაში თუ გვინდა ნამდვილად რომ შედეგს მივაღწიოთ, კვებაზე ვართ დამოკიდებული 70%-ით. წონის კლების შემთხვევაში ეს უკვე გაორმაგებულია, იმიტომ რომ უნდა დავაბალანსოთ სილა, ცხიმი, ნახშირწყალი. ამ ძალიან მნიშვნელოვანია წონის κλების შემთხვევაში. ანუ გარდა იმისა, რომ ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია ვარჯიშის დაწყებამდე ადამიანმა, დიეტოლოგსაც უნდა მიმართოს, რომ სწორი დიეტა შეარჩიოს საკუთარი სხეულის. დიეტოლოგსაც კი, რა თქმა უნდა, შეუძლია მიმართოს, მაგრამ ჩვენ ინსტრუქტორები, ასე ვთქვათ, კვების რეკომენდაციებით შეგვიძლია რომ მიცოთ ადამიანებს, დაუწეროთ მას კონკრეტულ ან პროგრამასთან ერთად. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ რეკომენდაციები. კეთი, რა გარდა საკვებისა, ზოგადად ადამიანის სიცოცხლის უნარიანობისთვის და ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია სითხის მიღება. წყალზე ვსაუბრობ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. რაც ეხება ვარჯიშს, როდის უნდა მიიღოს წყალი ადამიანმა ვარჯიშის პროცესში, ვარჯიშამდე, ვარჯიშის შემდეგ, ხელი რომ არ შეუშალოს დავუშვათ წონის კლების პროცესს ვარჯიშის დროს და გარდა ამისა, რომ სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისთვის მიღებული სითხე და პლუს ვარჯიშისთვის
გამოყოფილი. დავიწყოთ იქიდან, რომ სითხე ძალიან მნიშვნელოვანია, ვარჯიშობთ თუ არ ვარჯიშობთ, მინიმუმ ეს წონიდან გამომდინარე ხდება, თუმცა მინიმუმ 3 ლიტრა მაინც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. ძირითადად ვიღებთ სითხეს დილით უზმოზე, ძილის წინ და ჭამებს შორის. აი, როდესაც უკვე ადამიანი ვარჯიშობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ვარჯიშის პროცესშიც უნდა მიიღოს წყალი, ოღონდ ეს არ ხდება, რომ მაგალითად 1 ლიტრი დავლიოთ ერთ დალევაზე, იმიტომ რომ ეს ფიზიკურად შეგვაწყობს ამდენი სითხე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როდესაც ოფლი გამოიყოფა, ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სითხე მივაწყოთ ორგანიზმს და ბალანსი აღვადგინოთ, კი. კეთი, თუ შეგიძლიათ რომ კონკრეტული რჩევები მისცეთ იმ ადამიანს, რომელსაც არ ვარჯიშია არასდროს, აქტიურად არ ყოფილა დაკავებული, მაგრამ ეხლა აქვს გადაწყვეტილი, რომ აი ხვალიდან ხვალ რო გავიღვიძებ, მინდა რომ ვიყო ფორმაში და ვიცხებ. ეს ძალიან პირველი გაძლება სფეროში ესე როცა რაღაც გინდა რომ დაიწყო არის ძალიან მნიშვნელოვანი სურვილი. გვინდა, მაგრამ რაღაც გვიშლის ხელს რომ დავიწყოთ. მაგრამ ხელოვნურად ვეცებ რაღაც მიზეზებს რომ შეიძლება შორეული მომავლის გადაგა. ჩვენ ცდები ვართ რომ შეგვუნდა გადავდოთ და აი მე ორ შაბათს დავიწყოთ. ნუ ზოგს მაგალითად მეგობრები ეხმარებიან ან ერთად იწყებენ ვარჯიშს და ეს ძალიან კარგია. მთავარია რომ ვიწყებთ. და ამის შემდეგ უკვე ნელ-ნელა შეგვიძლია რომ შედეგზე ვიმუშაოთ და რაც უფრო მეც ვარჯიშობთ, მით უფრო ძლიერები ვხდებით, მით უფრო გამატება უფრო თავდაჯერებულები ვხდებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკვე შედეგზე. ანუ გავიგეთ რომ გამოფხიზლებით, ანუ გაღვიძებიდან 2 საათის მერე უნდა დაიწყოს ფიზიკური აქტივობა. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა დილას, თქვა გამოფხიზლების მერე უნდა ირბინოს, სწრაფად უნდა იაროს. ვარჯიში შესაძლებელია, რა თქმა უნდა, სასურველია დილით თუ გადავწყვეტ ჩვენ რომ ვივარჯიშოთ, ანუ უმჯობესია კარდიოვარჯიშები გავაკეთოთ. ერთ-ერთი არის მათ შორის ძუნძული, ჩქარტემში სირბილი, სიარული და ასევე ძალისმიერი ვარჯიშები ჯობია რომ საღამოს საათებში გავაკეთოთ უფრო მეტად. აი წონის კლება ვისაც უნდა, მათ ვეტყვი რომ ძალიან კარგი იქნება თუ დილით გაიღვიძებენ, დალევენ 1 ჭიქა წყალს, მაგალითად ისინი ვინც უკვე იღებენ საკვებთან ამატებს, შეუძლიათ რომ დალიონ ცხიმის წველი, ან უბრალოდ კოფეინი და უკვე ამის შემდეგ, საათნახევრის 2 საათის შემდეგ უკვე დაიწყო ვარჯიში. კეთი, თქვენ ძალიან ბევრ ადამიანთან გიწევთ დღის განმავლობაში ურთიერთობა, რომელიც მუშაობს საკუთარი სხეულის ფორმირებაზე. რა არის ყველაზე პრობლემური სხეულის ნაწილები, ვთქვათ, ქართველებისთვის? გიპი ალბათ ისე. არა, ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჭამოგვიხოს. მაგრამ ნუ ხა ესე კონკრეტულად თუ გიპასუხებთ, უფრო ქალების შემთხვევაში არის ქვედატანი. ქვედატანია ყველაზე დიდი პრობლემა. ცხიმი, რომელიც ყველაზე უფრო გვიან მიდის ორგანიზმიდან ვარჯიშის შემთხვევაში. ანუ ვარჯიში და ქართული გასტრონომია მაინც და მაინც ერთად ვერ თანამშრომლობენ. ნამდვილად. კეთი, როდის უნდა ვიკვებოთ ჭამამდე, რაღაც გარკვეული პერიოდი უნდა დავიცვათ ვარჯიშის დროს, ჭამის შემდეგ უნდა ვივარჯიშოთ და თუ არის რაღაც უნივერსალური დრო, რომელიც დააბალანსებს იმას, რომ ბავშვად ვარჯიშმა არ გაგვასუქოს. არის ცნობილი, ასე ვთქვათ, სტერეოტიპი, რომ ვარჯიში ჭამის ფონზე პირიქით წონაში მატებას უწყობს ხელს ნაცვლად დაკლების. ჩვენ როდესაც ვიწყებთ ვარჯიშს, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რისთვის ვარჯიშობთ. თუ მაგალითად ვარჯიშობთ კუნთის მასის ზრდისთვის, რა თქმა უნდა ვიკვებოთ მაშინ, როდესაც ვარჯიშს მორჩებით. ნუ თუ ვიღებთ პროტეინს, ნუ დავაშოროთ 20 წუთი, 30 წუთი, მაგრამ კლების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ვარჯიშის შემდეგ 1 საათი არ მივიღოთ საერთოდ საკვები. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ჩვეულებრივად 1 საათი ადრე მაინც უნდა ვჭამოთ, რომ რეალურად საკვებმა ხელი არ შეგვიშალოს, მაგრამ მაქსიმალური დატვირთვა მივიღოთ. ანუ 1 საათი წინ, 1 საათი შემდეგ. და გააჩნია ხო რა ვჭამთ? ხა ძალიან ისეთი ნახშირწყალი არ უნდა იყოს რთული და მძიმე არ უნდა იყოს ორგანიზმისთვის, რომ გადამუშავება მოასწროს. სასურველია სწრაფი ნახშირწყლები, როგორიც არის მაგალითად ხილი. რასაც დავაკვირდი ამ ბოლო პერიოდში, დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება და საინტერესო განსაკუთრებით თანამედროვე ახალგაზრდებისთვის, რომ აი რაღაც აქტიური სპორტით იყვნენ დაკავებულები იარონ ფიტნეს დარბაზებში და რაღაცა სხეული ფორმაში მოიყვანონ თუ არ ვიცი. ეს განვითარებული ქვეყნების ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილია, პრინციპში ვარჯიში ან სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავება, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ბოლო დროს დაკავებულია ეგრეთ წოდებული საოფისე საქმით, რას ნიშნავს იმას, რომ დილიდან საღამომდე სულ 8 საათი ჩვენ რაღაცა ერთ პოზაში ვართ გაჩერებული. საქმიანი ადამიანებისთვის, რომელსაც ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვს, საიმისოდ რომ საათები უთმოს დღის განმავლობაში სპორტულ აქტივობას. თუ არის რამე ისეთი რჩევა, რა შეიძლება გააკეთოს მან? რითი შეიძლება დაკავდეს, რომ ეფექტი ქონდეს? ანუ ადამიანებს, რომელსაც დრო არ აქვთ, რომ ფიტნეს დარბაზს ესტუმრონ ამ შემთხვევაში?
არ ვიცი, ამ ფიტნეს დარბაზისთვის ალბათ არ დარჩებათ ბევრი თავისუფალი დრო, მაგრამ თუ არის დარბაზში რაღაც 15-წუთიანი ვარჯიშები, რომ 24 საათიანია და ეს ძალიან ბევრ ადამიანს აძლევს იმის ფუფუნებას, რომ თუნდაც ღამე გამონახონ საკუთარი თავისთვის 1 საათი, საათნახევარი. ან ოფისის პირობებში რამე მოძრაობები თუ არა, კი, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც ვარჯიშები, შესაძლებელია ტრიცეპსის ვარჯიშები, ჩაჯდომები გააკეთოს, მაგრამ პრესი, მაგრამ ნუ ხარ რაღაც იხარ დაკავებული შეგიძლია რომ შეგიძლია გემოდები თხოვ სცენაზე. არის ხო რაღაც ტუტორიალი გჭირდება, მათ ვისაც ბევრ დროს ვატარებ მაგიდას და რაღაც რამდენიმე ვარჯიშს როგორ არ მოვადუნოთ მე და სოსო კუნთები იმ 3 საათის როგორც კალცეფში მოძრაობ წელი კარგი მომარებაში და თუნდა გქონდეს ხერხემალი გაჭიმული. კი, ანუ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ვიყოთ მოხრები იმ ადამიანების, ვისაც უკვე ჯდომა უწევს დღის. კარგი და მეორე ვარჯიში რა არის? კარგი ხერხემალში. სახის კუნთები მოძრაობს. ძალიან დიდი მადლობა კეთი ჯაიანი, ფიტნეს ინსტრუქტორი იყო ჩვენი სტუმარი. ვფიქრობ ძალიან კარგი რჩევები მივიღეთ მათ, ვისაც თავზე საყრელი გვაქვს რომ მივარჯიშოთ და მათაც ვისაც სულაც არ გვაქვს თავისუფალი დრო, რომ საკუთარი სხეულის ფორმირებას რამდენიმე საათიან წუთი დავუთმოთ დღის განმავლობაში.